ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას საპარლამენტო უმცირესობის წევრები ეხმაურებიან. ჭიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, მაშინ როდესაც ნაციონალური მოძრაობა ბათუმში აზიზიეს მეჩეთის როგორც კულტურული ღირებულების ცენტრის მშენებლობაზე საუბრობდა, ქართული ოცნება ხალხის რელიგიურ გრძნობებზე თამაშობდა და ქსენოფობიას აღვიძებდა. საპარლამენტო უმცირესობის წევრი ითხოვს ხელისუფლებამ განმარტოს, რატომ შეიცვალა დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხზე. ჭიორა თაქთაქიშვილის თქმით, თურქეთში ვიზიტად მყოფმა პრემიერ-მინისტრმა მინარეთის მშენებლობის გადაწყვეტილებაც მიიღო. ქართული ოცნება თამაშობდა და დღეს უკვე გამოჩნდა, რომ ის უკვე დასცინოდა ქართული ხალხის რელიგიურ გრძნობებს, როდესაც აღვივებდა ქსენოფობიას მუსულმანების წინააღმდეგ, თურქების წინააღმდეგ, მაშინ როდესაც აჭარაში ძალიან კარგად ვიცით, რომ ქართველი მუსულმანები ცხოვრობენ. ეხლა კი მას შემდეგ რაც ჩავიდა თურქეთში, მას შემდეგ რაც მოისმინა შესაბამისი ძალიან მკაცრი ალბათ შეფასებები მის გამონათქვამებთან დაკავშირებით თურქეთის პრემიერ-მინისტრისაგან, ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტა შეეცვალა პოზიცია.